პრეზიდენტი ზელენსკი პარასკევს ჩამოვა. ეს უკვე დადასტურებულია. ჩვენ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა მინდა გადაუხადო ჰოვარდსა და სკოტს იმ სამუშაოსთვის, რომელიც ამისთვის გასწიეს. მართლაც საოცარი სამუშაო გასწიეთ. საუბარია იშვიათ მინერალებზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 350 მილიარდი დავხარჯეთ. ევროპამ კი 100. ეს დიდი განსხვავებაა. ჩვენ სამჯერ მეტი გავიგეთ. ევროპა ახლოსაა, ჩვენ კი ოკეანე გვყობს. იმედია ევროპა უფრო მეც გააკეთებს, ვიდრე ახლა აკეთებენ. წინა ადმინისტრაციამ ცუდ პოზიციაში ჩაგვაყენა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა და ვაპირებთ ჩვენი ფულის დაბრუნებას. მომავალში დიდ ფულს მივიღებთ. მიმაჩნია ეს მიზანშეწონილია, რადგან ჩვენ გვყავს გადასახადების გადამხდელები, რომლებიც არ უნდა იხდიდნენ იმაზე მეც, ვიდრე ევროპელები იხდიან. არ მინდა ახლა ამაზე საუბრის დაწყება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ნატო უნდა დაივიწყოთ. ვფიქრობ, ეს იყო მიზეზი, რომლის გამოც ყველაფერი დაიწყო. ის ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული კაცია, მაგრამ მე მსგავს ადამიანებს წარსულში გამკლავები ვარ. ძალიან ცუდ ადამიანებთან მქონდა საქმე. უნდა გაიგოთ, რომ ჩემი აზრით, მას ამ ომის დაწყების განზრახვა არ ჰქონია. როდესაც ამირჩიეს, მე და პუტინმა ვილაპარაკეთ და ვფიქრობ, რომ შევთანხმდით. ამის გარანტიას ვერ მოგცემთ. გარიგება გარიგებაა და მასში ბევრი გიჟური რამ ხდება, მაგრამ ვფიქრობ, ეს გამოგვივა. მე რომ არ ავერჩიე, პუტინი უკრაინის დაკავებას გააგრძელებდა. ეს ომი გაგრძელდებოდა და ადამიანები დაიხოცებოდნენ. უკრაინელებს დიდ პატივს ვცემ, როგორც არაჩვეულებრივ მებრძოლებს, მაგრამ ჩვენი აღჭურვილობის გარეშე ეს ომი, როგორც ხალხი ამბობდა, ძალიან მოკლე დროში დასრულდებოდა. ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მივაღწიოთ საუკეთესო შეთანხმებას ორივე მხარესთვის. უკრაინისთვის ბევრს ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება მეტის დაბრუნება შეძლონ.